სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ჩვენ ეს ტრადიცია, რომელსაც ვფიქრობ, კარგი ნაყოფი უნდა გამოქონდეს, რომ კითხულობთ რომელიღაცა წმინდა მამის თხზულებიდან ამონარიდებს და ძალისაებრ ჩვენი სარგებლობისათვის განმარტავთ, კარგი ნაყოფი უნდა გამოქონდეს. რა თქმა უნდა იმათვის, ვინც რა თქმა უნდა ამას ისმენს, იმიტომ რომ ჩემ და გასაოცრად კვლავ და კვლავ აღმოვაჩენ ხოლმე მრევლში ადამიანებს, რომლებიც ღვთის სიტყვას არ უსმენენ და სერიოზული ჩავარდნები აქვთ ხოლმე სულიერ ცხოვრებაში. აი სკოლაში რო ოროსანი რო იქნება, ძველი კლასიფიკაციით, ეხლა არ ვიცი რა უწოდო. ან სერიოზული ჩამორჩენა რო აქვს მათემატიკაში, ან ფიზიკაში და წარმოდგენა რო არ აქვს, რა ხდება. აი მსგავსი რაღაცა ემართებათ, ანუ მრევლთან ერთად არ ვითარდებიან, იმიტომ რომ არ უსმენენ. ძალიან მნიშვნელოვანია, არც კითხულობენ სახლში, არც აქ არ უსმენენ, არც ინტერნეტში არ უსმენენ თუ აქ ვერ მოდიან. და შედეგად ვღებულობთ იმას, რომ კვლავ და კვლავ რასაც ხშირად ვიმეორებ. ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ 2000 წლოვან მემკვიდრეობას ეკლესიისას, რა თქმა უნდა, წმინდა წერილის ჩათვლით, იმიტომ რომ წმინდა წერილიც ეკლესიის მემკვიდრეობაა, როგორც წესი, იგონებენ თავიანთ ქრისტიანობას, უცნაური რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობენ. ხოლო ვინც გულმოდგინედ ცდილობს კითხვას სწავლას, შეგვწყვება და შეგვეშინდება ამ სიტყვის. დიახაც ქრისტიანობას სჭირდება სწავლა, სადამდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. არასოდეს არ მოხდება ისე, რომ ჩვენი ლოცვა, ან წმინდა წერილის შემეცნება, ან წმინდა მამების გაგება, ან პრაქტიკული მხარე ქრისტიანობისა ისეთ სიმაღლეზეა, რომ ჩვენ შეიძლება დაუკმაყოფილდეთ და ვიფიქროთ, რომ ეს რა კარგ მდგომარეობაში მოვედით. ესეთი რამე არასოდეს იქნება, იმიტომ რომ ყველაფერ ამის წინ და მიზანი ამ ყველაფრის არის ღმერთთან კავშირი, ღმერთთან ურთიერთობა, რომელთა სიახლოვესაც არ აქვს საზღვარი, არ აქვს დასასრული. არასოდეს არ მოხდება ისე, რომ შენ შეგიძლია თქვა, რომ საკმარისია. ამიტომ მუდმივად გვჭირდება სწავლა და ამ სწავლის შესაბამისი ცხოვრების წესი. აი დღესაც რამდენიმე ამონარის წავიკითხავთ, გახსოვთ კითხულობდით, მარხვებში ვაკეთებთ ამას ძირითადად, წმინდა ისააკ ასურის სიტყვებიდან ამონარიდი. მეხუთე სიტყვიდან არის რამდენიმე ამონარიდი, ლოცვას შეეხება ეს, ამის შესახებ ჩვენ ბევრი გვიხსაუბრია ისედაც, მაგრამ ეხლა უშუალოდ უთმობთ ამბიონს ამ დიდებულ მამას და შესაბამისად უფრო მეტად განვისწავლებით. წმინდა როგორც ყოველთვის გეუბნებით ხოლმე, რომ ჩემი ნათარგმნია და შეიძლება არ იყოს ისეთი კარგი თარგმანი, ამისათვის შენდობას ვითხოვ. ილოცე რათა არ შეხვიდე განსაცდელში. იცით, მამაო ჩვენოდან არის ეს სიტყვები, ანუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა. ეს სიტყვები ისააკ ასური ბრძანებს არა ყველა განსაცდელის მიმართ, არამედ რწმენასთან მიმართებაშია, თქვა, ამაზე ჩვენ საუბრობდით და პერიოდულად ხაზს უსვამთ, რომ ორი ტიპის განსაცდელი არსებობს. და აი სწორედ ამაზე საუბრობს ახლა. და მამაო ჩვენოში რა განსაცდელზეა საუბარი, იმაზე საუბრობს. ეს არის რწმენასთან მიმართებაში, თქვა. ილოცე რათა მგმობ და სიამაყის დემონთან ერთად არ შეხვიდე სად? თავდაჯერებულობის, რომელიც სიმდაბლის საწინააღმდეგო მდგომარეობა, თავდაჯერებულობის განსაცდელში. ნახეთ რაზეა საუბარი. ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ, შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, ამაში იგულისხმება, რომ სიმდაბლეში ვიმყოფებოდეთ, არ აღმოჩნდეთ თავდაჯერებულნი და ამაყნი დემონთან ერთად, იმიტომ რომ დემონია, ეშმაკია ასეთი და მასთან ერთად არ შევიდე თავდაჯერებულობის განსაცდელში და ეს ისეთი დაავადება მინდა გითხრათ, რომ უდიდეს უმრავლესობას ჩვენ ეს გვჭირს, იმიტომ რომ ჩვენი სულიერი განუვითარებლობის ერთ-ერთი უმთავრესი, თუ ერთადერთი უმთავრესი მიზეზი არა, არის აი ზუსტად ეს. ილოცე რათა ღვთის დაშვებით საკუთარ გონებაში არსებული ბოროტ აზრების მიზეზით არ აღმოჩნდე ეშმაკის საცტური, რომელიც გთავაზობს გულის სიტყვებს, ბოროტ გულის სიტყვებს. არ შეცდე გეუბნება. ილოცე რომ არ დაგიტევოს შენ ფარველმა ანგელოზმა, ფარվել ანგელოზს არ შეუძლია ატანა მკრხელობის, სიბილწის, ღვთისნების საწინააღმდეგო აზრების და მე მეც უმეტეს თუ ამას ვიწყნარებთ. იმიტომ რომ ანგელოზს ცეცხლოვანი სიყვარულით უყვარს ღმერთი და არ შეუძლია ყოფნა, სადაც ღმერთი იგმობა. რათა ბილწმა ცოდვამ ცეცხლოვანი ბრძოლით სრულად არ განგაშოროს იგი. არ გულისხმობს მაინდამაინც ხორციელ სიბილწეს, არამედ სიბილწეში პირველ რიგში იგულისხმება ის, რაც ღვთის საწინააღმდეგოა. მათ შორის ხორციელიც, რა თქმა უნდა. ილოცე რათა არ შეხვიდე იმგვარ განსაცდელში, რომ
ერთი მეორეს წინააღმდეგ ცუდად განაწყო, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე. ერთთან მეორეზე ვჭორავთ, მეორესთან პირველზე ვჭორავთ. ეს არის საწინააღმდეგო იმ ნეტარებისა, ნეტარებთან მშვიდობის ყოფილნი. რამე თუ იგინით ზედ ღვთისად იწოდნენ, როცა ადამიანებს შორის სიყვარულს, თანხმოებას თესავ და როცა პირიქით აკეთებ, ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. სხვათა შორის ვისაც ეს დაავადება ძლიერად სჭირს, სულიერადაც ვერ ვითარდება და ზოგ შემთხვევაში სამრევლოდანაც მიდიან. ხო, არა მარტო აქედან საერთოდ. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა, როცა ადამიანი ამას ვერ ხვდება. ეს ძალიან ცუდი რამეა. ილოცე რათა არ შეხვიდე ორგულებისა და თავდაჯერებულობის განსაცდელში, რომელთა გამოც სულს დიდი შებრძოლება ექნება. ხოლო ხორციელი განსასწელები, ეს იყო ესე იგი ის განსასწელები, რაც სულიერი განსასწელია. ანუ არ შევცოდო იმ გულის სიტყვით და შესაბამისად მე არ განვახორციელო ის, რომელ გულის სიტყვასაც ეშმაკი მთავაზობს. არ ვიყო თავდაჯერებული, ამაყი, ამპარტავანი და ასე შემდეგ. ხოლო ხორციელი განსასწელები მთელი არსებით მიიღე და მათში ასეთ სიტყვას ამბობს თავისუფლად იცურავე, ანუ ილივლივე შეიძლება ასე თქვა. ანუ ნუ გეშინია ხორციელი განსასწელების. რადგან ღვთის განგებულება მათ მიერ მოქმედებს, ნახეთ ღვთის განგებულება მოქმედებს განსაცდელების მიერ. და მათ გარეშე ღვთის წინაშე კადნიერებას ვერ მოიპოვებ. რა ნიშნავს კადნიერება? როცა შენ ლოცვას ძალა ეძლევა. შენ ხო წარმოდგენა გვაქვს, ვის წინაშე ვდგავართ, როცა ვლოცულობ და როცა ვეზიარებთ, რომ ზიარება ლოცვის უმაღლესი ფორმაა, ღირსების განცდა გვაქვს, ხო? შენდობასაც კი ვთხოვთ მამაო ჩვენოს წინ წირვის დროს, როცა ღმერთს მამა უნდა უწოდო. მაგრამ აი კადნიერება რომ მოიპოვო და არ შედრკე ლოცვის დროს და მოდი ესე ვთქვათ, ღირსი გახდე იმ სიტყვების წარმოთქმის, რომელ სიტყვებსაც წარმოთქვა ლოცვის დროს. აი მის ღირსი რომ გახდე, განსასწელებში ღირსეულად უნდა იყო. არა დრტვინვით, არა წუწუნით, არა სულმოკლეობით, არა შიშით, არამედ ღირსეულად, ქრისტეს სიყვარულისათვის, ქრისტეს დიდებისათვის. ამიტომაც ამბობს, რომ განსასწელების გარეშე ღვთის წინაშე კადნიერებას ვერ მოიპოვებ, სული წმინდის მიერ სიბრძნეში ვერ განისწავლები და ვერც ღვთაებრივი სიყვარული დამკვიდრდება შენს გულში, იმიტომ რომ სიყვარული მკვიდრდება იქ, სადაც არის თავგანწირვა, იმას დიდი სიყვარული არავის აქვს, ვინც თავი თვისი დადოს მოყვასისთვის. ქრისტემ ჩვენთვის დადო თავი, ჩვენ უნდა გქონდეს იმის სურვილი მაინც, რომ ჩვენ ქრისტესათვის დავდოთ თავი. და როცა აი ამგვარი მოწამეობრივი სულისკვეთება აქვს ადამიანს, რა თქმა უნდა, მასში სიყვარული მკვიდრდება. მაგრამ ეს განსასწელის გარეშე არ გამოდის, იმიტომ რომ განსასწელი ეს არის ომი, რომლითაც გეომება ამასოფლის სული და ეშმაკი, რომ გაგტეხოს და სულმოკლეობას ჩაგაგდოს. სულიერი გამოცდით ცდის, როცა ქვები პურად გადააქციან, თავი გადაიგდე, თქვა და ასე შემდეგ, ამ სოფლის ძალაუფლებას მოგცემ და რატომ მოგცემ? რა შეგჭირდება? მე შენ საქმეს კარგად გააკეთებ. უბრალო ესე იგი ხუროშვილი კი არ იქნები, მეფე იქნებით, ამ სოფლიო. მე შენ სიტყვას კარგად გააგზელებ, კარგად იმისიონერებ. ოღონდ ერთი რამ არის საჭირო, მე უნდა თაყვანისცე გახსოვთ. აი ზუსტად ეს სულიერი განსასწელები იყო იმ შემთხვევაში. ადამიანი განსასწელების მოწევნამდე ღვთის წინაშე ლოცულობს. ნახეთ რა საინტერესო რამეს ამბობს. ადამიანი განსასწელების მოწევნამდე ღვთის წინაშე ლოცულობს, ვითარცა უცხო ღმერთისგან, ანუ როგორც არაშვილი. ჩვენ ხო შვილები უნდა გავხდეთ. და განსასწელი სანამ არის და ეს ყველა ალბათ იცის, მეტნაკლებად ვისაც დიდი განსასწელები გამოუვლია, ყველა მიცის, რომ განსასწელამდე შენ სხვა იყავი და განსასწელის მერე სხვა ხარ. ზოგიერთი განსასწელი ისეთია, რომ სიკვდილზე უარესია. ზოგი ფიქრობს, რომ ყველა ეს საშინელი განსასწელი სიკვდილია. არ არის ეს. ზოგიერთი განსასწელი სიკვდილზე უარესია. ეხლა ამის დაწვრილმანებას არ დავიწყებ, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. საიდან ხვდები ამას, რომ ასეთ განსასწელს რომ გაივლი და ის განსასწელი, იმ განსასწელს სიკვდილი რო გერჩივნა, მე ამ განსასწელის მერე თუ შენ ქრისტეს არ უღალატებ და ქრისტეს ერთგული დარჩები, სხვანაირი ხდები, სხვანაირი ქრისტიანი ხდები. მანამდე თითქოს უცხო იყავი ღმერთისთვის და მერე უფრო მეტად დაახლოებული ხდები. ამას ამბობს ზუსტად. ადამიანი განსასწელის მოწევნამდე ღვთის წინაშე ლოცულობს, ვითარცა უცხო, როდესაც ღვთის სიყვარულის გამო შევა განსასწელებში იგი და არ შედრკება, მაშინ ღვთის წინაშე წარსდგება როგორც მეგობარი და იმგვარად რომ თითქოს ნახეთ აქ საოცარ ამას ამბობს იმგვარად რომ თითქოს ღმერთი მისი მოვალე იყოს
რადგან ღვთისნების აღსრულებისას ღვთის მტრებს ებრძოდა და ზლია მათ. აი როცა ეშმაკს ძლევ, როგორც ქრისტემ ზლია უდაბნოში, ამას ოფლის სული გებრძვის ათასნაირად. ხორციელი განსასწრელი მოდის და შეიძლება გატყდე, შეიძლება რწმენა დაკარგო, შეიძლება გაბოროტდე. აი ადამიანის მიმართ გაბოროტდე შეიძლება. ღმერთისადმი საყვედურია წარმოსთქვა და გული გაგიტყდეს. სამრელოში ვიღაცამ გაწყერინა და მოგეჩვენა უსამართლოდ მოგექცა და სამრელოდან წახვიდე. აი ამ ტიპის განსასწრებია. ასეთი ადამიანი რა თქმა უნდა მარცხდება, მაგრამ თუ შენ ქრისტეს სიყვარულის გამო არ გატყდები და ქრისტეს სიყვარულის გამო ძლევ მტრებს, ღმერთის მტრებს, მაშინ მეგობარი ხდები და ღმერთი თითქოს ასე ამბობს, თითქოს ღმერთი შენი მოვალე ხდება. საინტერესოა, ხო? ეხლა მე 6 სიტყვიდან გამონარიც წაგიკითხავთ. ეხლა ეს ასასმაც წაგიკითხავთ, პირდაპირ გაგებით, ეს არის მონაზვნისთვის ნათქვამი. მაგრამ რადგან ასკეზა მეტნაკლებად ყველა ქრისტიანს გვაქვს, ყველა ვმარხულობთ, ყველა ვცდილობთ, რომ ძალისაებ ვიღვაწოთ, ვნებები დავდგუნოთ, ღამე გავტეხოთ, წირვაზე ვიდგეთ, ანუ გარკვეული ღვაწლი ჩვენს გვაქვს, ხო, რომ ხორციელ სიამოვნებებს გარკვეულს ვარი უთხრათ ქრისტეს სიყვარულისათვის. მთელი შესაძლებლობებით უგულებელს ყავით ხორცი, ამას გულისხმობს ეს. ჩვენი საზომით, მონაზონი თავის საზომით. სული ღმერთს მიუძღვენით და უფლის სახელით შეებრძოლეთ ცდუნებებს. ეს მოწოდებაა. აი როგორ უნდა ვიცხოვროთ? ხორცი ალაგმო, სული ღმერთს მიუძღვენით ნიშნავს, რომ მის ტახტად გადაიქცეს. ანუ რასაც აი ღვთის ტაძრად გახდომა ქვია და უფლის სახელით ვებრძოლოთ. ანუ ჩვენი ცხოვრება არის ბრძოლა, რასაც ხშირად ვამბობ. როგორც კარგი წამალი, მუდმივად გახსოვდეს ღვთის განგებულება. ანუ ეს ნიშნავს, რომ შენი ცხოვრება ხო დინამიურია, ადამიანი ხარ, ცვალებადობას განიცდის და თან ისეთი მოულოდნელებები ახასიათებს, შენ რო არ მოელი. უცებ ხვალე ისეთი გათენდება, შენ რო არ ელიზე, გეგმას დასახავ ასე, მოხდება სხვანაირად. მუდამ რაღაცა იცვლება. ადამიანს შეიძლება რწმენა შეურყიოს, ამან თუ შესაბამისად მზად არ არის. ხო და აი როგორც გვეუბნება, რა არის წამალი, რომ რწმენა არ შეგერყეს. მუდამ გახსოვდეს ღვთის განგებულება, რომ ერთი ღერით მართ ჩამოვარდება შენგან. რომლითაც დასაწყისიდან აქამომდე დაცულია ყოველი. დასაწყისიდან როცა სამყარო შეიქმნა, აიქიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე ყველაფერი დაცულია, იმიტომ რომ ღმერთი არის ყოვლის მყრობელი, არა მარტო შემოქმედია, არამედ ყოვლის მყრობელია, ყველაფერი ხელთუპყრია, ელემენტარული ნაწილაკების ჩათვლით ყველაფერი ხელთუპყრია. დაცულია ყოველი, ეს ხსოვნა მუდამ შენთან იყოს, ამაზე იფიქრე და შესაბამისად იზრუნე, რომ ეს აზრი ყოველთვის შენში არსებობდეს და არ დაკარგო. ვინც საკუთარ თავს ცილის წამებლური სიტყვების წარმოთქმას აუგრძალავს, როცა განვიკითხავთ ჩვენ ძირითადად განუკითხველობა, აი არსებობს უკიდურესობები. არის განკითხვა, როდესაც ადამიანზე ლაპარაკობ რაღაცას და არანაირი მუხრუჭი არ აქვს და უბრალოდ ლაპარაკობ ადამიანზე, ხშირად რა თქმა უნდა ამ დროს ცილის წამების ცოდვაში ვარდები, ან ისეთი ფორმა ეძლევა შენ საუბარს ადამიანზე, რომლის უფლებაც შენ არ აქვს, ანუ საჯულის პოზიციიდან საუბრობ, ან საერთოდ არის ის საქმის არსი და გეჩვენება, რომ რაღაცა სწორად ამბობ და სინამდვილეში არ ამბობ სწორად და ცილსაც წამებ. ეს ერთი უკიდურესობაა. მაგრამ ამის მეორე მხარე არსებობს. ყველა ცოდვას თავისი მეორე უკიდურესობა აქვს. და ეს მეორე უკიდურესობა არის ჭეშმარიტებისადმი, სიმართლისადმი ნიჰილისტური, გულგრილი დამოკიდებული. როგორც გინდა ისე იყოს. საერთოდ რა ჩემი საქმეა? რა ჩემი საქმეა? აბაბაბაბა, ნუ ხმას მოიღებ, ნუ განიკითხავ ამ დროს ეს ფარათა აქვს. რა ჩემი საქმეა? რაც გინდა ის მომხდარა. ეს მეორე უკიდურესობაა. და ძალიან ხშირად სამწუხაროდ ეს ორი უკიდურესობა ახასიათებთ ქრისტიანებს. ან ერთი, იმიტომ რომ იოლია, როცა ყველას გადაული, ან მეორე, როცა საერთოდ არაფერი გედარდება, ოღონდ შენი იყო კარგად. არაფერი შენი საქმე არ არის. ეს მეორე უკიდურესობაა, რომელი უარესია, ვერ გეტყვი. ერთის ცუდია და მეორეს. ქრისტიანი ყოველთვის შუაში დგას. ანუ განუკითხულობა არ ნიშნავს უგუნურობას და განუსჯელობას, როცა განჯის უნარს დაკარგავ. ჩვენ უნდა ყოველთვის გქონდეს განჯის უნარი. ყოველთვის უნდა საღად, ცხადად ვხედავდეთ ყველაფერს. და აი ეს ცოდნა, რომ ყველაფერს ვხედავდეთ ცხადად და სწორად, როგორ გამოიყენო საკუთარი სულის სასხოვნებლად და ეკლესიის აღმშენებლობისათვის და მოყვასისათვის სასარგებლოდ, აი ეს არის სიმძრე და ეს არის ქრისტიანობა. და არა ის, რომ პასიური დამოკიდებულება რაც უნდა ის უკნიათ, რაც ჩემი საქმეა. ან კიდე ყველა ცუდია, ყველა საშინელია და ეძებ ცუდს. გესმით?
ესე ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ადამიანი განიკითხავს, როგორ წესი ცილის წამებელიც ხდება, ვინც საკუთარ თავს ცილის წამებლური სიტყვების წარმოთქმას აუგრძალავს, ის თავის გულს ვნებებისგან იცავს. იმიტომ რომ რასაზომითაც სხვას გაზომავ, იგივე საზომით გაგზომავ, შენო უფალი გვასწავლის წმინდა წერილში. ნუ განიკითხავ, რომ არ განგიკითხო, გულს ვნებებისგან იცავ, იმიტომ რომ უფალი მერე გაჩვენებს თუ კიდე გეყო სიბრძნე, რომ რაშიც სხვას განიკითხავ, რომ ყველაფერი შენშიც რო არსებობს. და წამოიშლება ღვთის განგებულებით ეს ყოველივე და შეიძლება მძიმე ცოდვებში ჩავარდე. ამიტომ ხშირად არის ხოლმე, როცა ადამიანი განკითხვის სულით არის შეპყრობილი და გონია თავი მართალი, ძალიან ხშირად ხორციელ მძიმე ცოდვებში ვარდება და ვერ თავისუფლდება ამ მძიმე ხორციელი ცოდვებისაგან. მიზეზი ძალიან ხშირ შემთხვევაში სწორედ განკითხვის ცოდვაა. და ამით უფალი ამდაბლებს და ცდილობს გააგებინოს, რომ თუ გაანებეს სხვას თავი შენ თავს მიხედე, ხო ხედავ ამის ცხოველს დაემსგავს. ხოლო ვისი გულიც ვნებისაგან დაცულია, განკითხვა, ცილის წამება, თუ ამას აჯობებს შენში, შენი გული დაცული იქნება ვნებებისაგან. ამით გული იწმინდება, ხო? ხოლო ვისი გულიც ვნებებისგან დაცულია, ანუ განწმენდისკენ მიდის, ხო? და ამბობს, იგი ყოველთვის უფალს ხედავს. აი, ჩვენი პრობლემა, ესე იგი, როცა ადამიანი განმარტოვდება ლოცვისათვის, ჩვენ ხო ვიცით, რომ ღმერთს ღრუბლებში არ ვეძებთ, ღმერთს საკუთარ გულში ვეძებთ. ეს არის ქრისტიანის უდიდესი ცოდნა ქრისტიანისა, ერთგვარი პრივილეგიაც, რომ ქრისტე ჩვენში მკვიდრობს. თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მასთან შეხვედრა ჩვენში ხდება, ჩვენ ეს გვწამს, ეს ვიცით და თუ განგვიცდია ღმერთი, ოდესმე მაინც და მე იმედი მაქვს, რომ განგვიცდია, ეს განცდა სწორედ შიგნით ხდება, მერე მიზან მიმართულად გონებით გულში ცდილობ ღმერთს მისწვდე, როგორც პავლე მოციქული ამბობს, უკანას დავიწყებ და წინას მივწვდები და წინას ვისაც მისწვდება სწორედ იესო ქრისტეა და არაფერი გამოდის, პირდაპირ გაგებით არის სიბნელე და უკუნეთი და 1000 უაზრო რაღაცა, ანუ ჯოჯოხეთი. რა არის ჯოჯოხეთი? ჯოჯოხეთი ეს არის უღმერთობა. და იქ სადაც ღმერთი უნდა იყოს ჩვენში, ღმერთს ჩვენ ვერ პოულობ. მით უმეტეს ვიცით რომ არის და წარმოგიდგენიათ რა სქელი შრია ჯოჯოხეთისა ჩვენსა და მას შორის, რომ ვერაფრით ვერ ვახერხებთ გარღვევას და მყდომას. ხო და როცა ადამიანის გული იწმინდება, ნელა იწყება აი ეს პროცესი. დარიყვნენ წმინდანი გულით რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. ხო და ადამიანის გული როცა ვნებებისგან დაცულია, ისააკასური ახლა მაქსიმალისტია ამ შემთხვევაში და შესაბამისად იმედის მომცემი. ასეთი ადამიანი ყოველთვის უფალს ხედავს. ყოფლის ხედვა კიდე რას ნიშნავს? გრიგორ ხანძთელის მდგომარეობა სხვა იქნებოდა და იგივე ისააკასურის. მაგრამ ჩვენელ მდგომარეობაში, აი როცა იმ წვერვალებისგან ძალიან შორს ვართ სამწუხაროდ, ის მაინც არის, რომ მუდმივი განცდა აქვს ადამიანს ღმერთისა. მუდმივად განიცდის, რომ ღმერთი არის. კი არ ჯერა რომ ღმერთი არის გონებაში, არამედ შინაგანად მუდმივად განიცდის, რომ ღმერთი არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი, რომელსაც აქვს მუდმივი განცდა ღმერთისა, არა იცის რომ არის ღმერთი, არამედ განცდა აქვს ღმერთისა. ეს არის ძალიან წარმატებული მდგომარეობა ქრისტიანისა, ოღონდ თუ ადამიანს ეშლება და რაღაც ფსიქოსომატური მდგომარეობა ეს გონია რომ ღმერთია ეს იმ წამსვე ხდება მის ილუსტრაცია მოყვასთან ურთიერთობაში. ანუ მცნებების აღსრულებაში. ესე გონია რომ ღმერთი მასთან არის და მცნებებს ვერ ასრულებს. გესმით? როგორ შეიძლება ღმერთი შენთან იყოს, თუ ღმერთი შენთან არის, შენ ქრისტეს თვალებით იყურები. და უკვე მცნებების აღსრულებით ცხოვრობ, ეს ჩვეული ამბავია. შენგან შორს არის ცოდვები. ნუ თლათ უცოდველი ჯერ ვერ ხარ, მაგრამ აქ გულისხმობ იმ ცოდვებს, რომელზე საუბარიც კი სამარცხვინოა, პავლე მოციქული რო ამბობს. ეგეთი ცოდვები. შენთვის საზიზღარია და საძულველი დაკარგული ყოველი წამი ღმერთის გარეშე. გესმით? და რა თქმა უნდა, სათნოებები, რაც გალატელთა მიმართ მეხუთე ეპისტოლეს ბოლოში რო არის, სულიწმიდის ნაყოფები. წაიკითხეთ ხშირად ეს მუხლი ნახავთ, იქ ორი მუხლია, სადაც ეს სათნოებებია. აი რომელი სათნოებები უნდა იყოს შენში, თუ შენ ფიქრობ, რომ შენში ღმერთია. ესე იგი, ყოველთვის უფალს ხედავს, ვინც მუდამ ღმერთზე ფიქრობს, და ასეთი ადამიანი კი არ ავიწყდება და მე ახსენდება, გახსოვთ როგორ გვემართება ხოლმე, უცებ აღმოაჩნე რომ საერთოდ არ მახსოვდა ღმერთი ლოცვას გაჩერებული იყო. მე ისევ დაიწყებ უფალო იესო ქრისტე შემიწყალე, ტრანსპორტში მიდიხარ, მანქანაზე ზიხარ, მიდიხარ რაღაცას და უცებ როდის გავაჩერე ლოცვა, როდის შემიწყდა, როდის დამავიწყდა ღმერთი, ანუ ისე ვივიწყებთ ღმერთს, არც კი ვახსოვს როდის დაგვავიწყდა.
ხო? მაგრამ ამის საპირისპირო მდგომარეობა, ვინც მუდამ ღმერთზე ფიქრობს და რა მერე ის საკუთარი თავიდან დემონებს განდევნის და მათი ბოროტების თესლს საკუთარი თავიდან აღმოფხრის. აი რო ხდება ხოლმე, რომ აუ ბაბაო, ესეთი რაღაცა ვთქვი და ესეთი რაღაც წამომსა და ისეთი ბილწი სიტყვა ამოვიდა, ესეთი წყევლა, ისე ვეჩხუბი ადამიანს და დავცოფე და მერე მოვედი აზე და რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ლოცვა გაჩერებულია, იმიტომ რომ ღმერთი არ არის შენს. ამ ღმერთზე ფიქრი ამ შემთხვევაში ინტელექტუალური ფიქრი არ იგულისხმება. ამ შემთხვევაში იგულისხმება მისტიკური ხსოვნა ღმერთისა, როცა მოუწოდებ მისკენ ისწრაფი, გონებით გულში ცდილობ, რომ სულ ღმერთის წინაშე იყო. აი ეს იგულისხმება და ეს რო გაჩერდება, მერე უკვე ადამიანი რა თქმა უნდა ეშმაკის ტყვე ხდება და დემონი კი არ განიდევნება, არამედ პირიქით შემოდის და ისააკასური სხვა ადგილას იტყვის, რომ თუ სიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ის გული, რომელშიც არ არის ქრისტე, იქ აუცილებლად არის ეშმაკი. აი რაღაც ესეთი რაღაც ემართება მერე ადამიანს და მერე ემართება ისაც ემართება და მრავალი წელი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს და უცებ ისეთ რამეს გააკეთებს, უცებ კი არა ხშირად ისეთ რამეს აკეთებს, ან იტყვის, ან დაემართება, რომ მერე გაუცებ თვითონვე უკვის, ეს როგორ დამემართა. აი იმიტომ დაგემართა, რომ არ ახარ მობილიზებული და არ ახარ მუდამ ორიენტირებული ქრისტესზე და მოფიქრალი ქრისტესი და მლოცველი. ვინც მუდამ საკუთარ სულს აკვირდება, მისი სული გამოცხადებებით ხარობს. გამოცხადებებით ხარობს. კლავე ჩვენ დონეზე შეიძლება კლავ ესე ვთქვათ, რომ მუდამ განიცდის ღმერთს. ვინც გონების მზერას საკუთარი თავის შიგნით მიმართავს, იგი თავის თავში სული წმინდის აღმოცისკრებას ჭვრეტს. კლავ ღმერთს ჭვრეტს, გონებას გულში მიმართავს. როგორც გრიგო პალამა ამბობს, ლოცვის დროს საკუთარი სხეულიდან არ გამოხვიდე ესე ამბობს. გესმით, საკუთარი სხეულიდან გარეთ არ გახვიდე ლოცვის დროს. ეს ძალიან მარტივად ისწავლება. უბრალოდ ყურადღება ხო შეიძლება გაამახვილო, აი ვთქვათ, ნატურაზე, ვთქვათ, რაღაცა კედელზე, ფოთოლზე, ყვავილზე, სხვა ადამიანზე, თითზე გაამახვილო ყურადღება და გაამახვილო ყურადღება გულზე და გულის სიღრმეში, ცოტა სიღრმე მისცე. მეტი არაფერი. ეს ადვილი არ არის ერთის ხრივ, იმიტომ რომ გაგერბის გონება. გონებას არ სულს დატყვევდეს შენი გულის შიგნით. არ სულს გონებას დატყვევდეს ლოცვის სიტყვებში. არ სულს და შენ აიძულო და აიქ იწყება ეს ბრძოლა თავგანწირული, რომელსაც ჩვენ არ ვაკეთებ. შესაბამისი დაყოფებიც არ აქვს. ვინც გონების გაბნევას მოიძულებს, ეს ასიშავს, რომ გეზიზღება, გძულს, როცა გონებას ვერ იმორჩით. როცა ამას მოიძულებ, გონების გაბნევას მოიძულებ, იგი გულის სიღრმეში საკუთარ მეუფეს, ანუ იესო ქრისტეს ხედავს. მრისხანებით გაღიზიანებული გული ღვთის საიდუმლოებებს ვერ დაიტევს, ხოლო მშვიდი და მდაბალი ახალი საიდუმლო ცხოვრების წყაროთ იქცევა. რატომ? იმიტომ რომ სიმშვიდე და სიმდაბლე ქრისტეს დარითვისებებია. მრისხანება და გაღიზიანება დემონური მდგომარეობაა. და რაც უფრო ხშირად ახარ ამ დემონურ მდგომარეობაში, ესე იგი, რა საიდუმლოებას, ამიტომ არის რომ ადამიანი შეიძლება თეოლოგიაში, სასკოლო თეოლოგიაში, ესე იგი, აკადემიკოსი გახდეს. აკადემიკოსი, მაგრამ ღვთის საიდუმლოებებზე წარმოდგენა არ ქონდეს. მაშინ როდესაც ვინმე 2 კლასის განათლებით სილვან ათონელი და იოსებ ისიქასტი და ესეთი ხალხი სად იყვნენ, რა საიდუმლოებებს ჭვრეტდნენ და იმის იქითაც იყვნენ. რატო? იმიტომ რომ ისინი იყვნენ მშვიდნი და მდაბალი. თუ წმინდა გახდები, ეს განსაცვიფრებელი სიტყვებია. თუ წმინდა გახდები, შენ შიგნით ზეცა იქნება და შენში ანგელოზებს და მათ ნათელს იხილავ, ხოლო მათთან და მათში თვით ანგელოზთა მეუფესაც. და სხვა ადგილას ისააკასური კიდევ უფრო მაგარ ამას ამბობს. ასეთი ადამიანის გული და ზეცა არ განსხვავდება, იმიტომ რომ ზეცაშიც და ასეთი ადამიანის გულშიც ღიებს მამა, ძე და სული წმინდა. აი ადამიანი რა არის სინამდვილეში და ჩვენ კიდე რა ვართ? ჩვენ რას ვგავართ? ადამიანი ის არის, ვისშიც ღმერთი მკვიდრობს და ჩვენ აქეთკენ ვისწრაფით, ეს არის ქრისტიანობა. მდაბალ ცნობიერი შიგნით, ანუ თავდაბლი შიგნით, მისავე თავშია. ახლა მდაბალ ცნობიერი, ანუ თავდაბლობით მაცხოვრებელი ადამიანის შიგნით, ეს შიგნით არის ხაზგასმული
მისავე თავში, ანუ ამ ადამიანში მისი საუნჯი, თავშია მისი საუნჯი და ეს საუნჯი არის უფალი. ასე რომ აი ეს დიდებული მოძღვრება, რომელიც არის ქრისტიანობა, რაზე ჩვენ ხავ საუბრობთ. როცა ჩვენ რწმენა მოგვეცა, აი ეს მოგვეცა და ცხოვრება ერთხელ მოგვეცა. და ამ ერთხელ ცხოვრებაში მოგვეცა ეს დიდებული განძი. ხა ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ სანამ ხორცში ვიმყოფებით, ეს დიდებული განძი დავიტიოთ და ჩვენად გავხადოთ. მაშინ გამოდის, რომ ჩვენ მართლა სწორად მოვევლინოთ ამ ქვეყანაზე და ჩვენი მოვლინება უქმად არ ჩაივლის. გესმით? აი ეს არის ჩვენი სხვა გასაკეთებელი ადამიანს პრინციპში არაფერი არ აქვს. ყველაფერი დანარჩენი წარმავალია. ყველაფერი დანარჩენი იმდენად, რამდენადაც გარკვეული ვალდებულებები გვაქვს და ღვთის განგებულებისადმი მორჩილება. რატო არ შეიძლება თავის მოკლა, საკუთარი თავის დაზიანება, იმიტომ რომ ღმერთის განგებულება როდის მოგიყვანოს, როდის წაგიყვანოს და აი ამ დიაპაზონში ეს უნდა აკეთო. რა თქმა უნდა, ხორცი რადგან გაქვს, გჭირდება ხორციელი გარკვეული საჭიროებებიც გაქვს, მაგრამ ესეც სიკეთის სამსახურში უნდა ჩააყენო. ეს არის ცნებების აღსრულება. ასე ცხოვრობდა თავად უფალი. მოციქულებს შემწვართებს ახვედრებს ნაკვერჩხალს. თავად შეუწვა. რა ვქნა და როგორ გააკეთა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია დაახვედრა. მაგრამ თავარი აი ეს არის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. და ღმერთმა მოგცეს ძალა, გონიერება და სურვილი, რომ ასე გვეცხოვროს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.